მოგესალმებით, ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადუასთან ერთად. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის კესარი აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვა. სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარგენი ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით სისტემატიურად უსწორდებოდა. ბრალდებას არ იზიარებს და შესაბამისად თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნული განმარტება ბრალდებულმა მაშინ გააკეთა, როდესაც მას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ. თავს დამნაშავედ ცნობ, ოღონდ ნაწილობრივ გენდერს არ ვეთანხმები, ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ სცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი, განაცხადა ბექა ჯაიანმა. ამასთან დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ადგილზე თათბირი და აკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებასთან დაკავშირებით და მისი ყველა მტკიცებულება სრულად დასაშვება ცნო. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა მოითხოვა. როგორც პროკურორმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა ემუქრება, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. მისივე თქმით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე სისტემატიურად ძალადობდა და სახეზეა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული. პროკურორის თქმით, არ არსებობს არანაირი მოცემულობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების თაობაზე. რაც შეეხება თავად ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, მათ ბრალდების შეცვლა არ მოუთხოვიათ. განმარტეს, მხოლოდ ის სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს ბრალდებაზე, რომლის თანახმად ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე გენდერის ნიშნით სისტემატიურად ძალადობდა. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია. როგორც მოსამართლემ განმარტა, არ არსებობს არც ერთი გარემოება იმისა, რომ რაიმე ნაწილში სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს. მისი თქმით, რადგანაც ბრალდებულმა ნაფის მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცემა. 37 წლის ტრანსგენდერი ქალის კესარი აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა კესარი აბრამიძის საცხოვრებელ სახლში ცივი არახით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ნივთკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის ცდ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გამოძიება მიმდინარეობს 126 მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და მეტი დეტალის შესახებ მისი დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას უკვე 2200 ქართული ბიზნესი ითხოვს. თავისუფალი ბიზნესმენების განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალ სოციალურ და ეკონომიკურ საფრთხეს ქმნის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ვითარების, რაც შეიძლება სასწრაფო დესკალაცია. დესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა კი ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლებაა. რასაც ხდებენ ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნაზე, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნის შემდგომ ახალი არჩევნების ჩატარებაზე ახლა უკვე ამერიკელი კონგრესმენებიც ალაპარაკდნენ. საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებით, ეუთო ოდირის დოკუმენტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ ხარვეზებს ადასტურებს. ისინი ქართული ოცნების ქმედების საპასუხოდ სანქცირების პოლიტიკის გაძლიერებას ითხოვენ, ვიდრე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკური აქტორები მორიგ შეზღუდად მექანიზმზე მსჯელობენ. ისინი საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ურძავად ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ასახელებენ. საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება ქართულ ოცნებას სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად მმართველი გუნდის სხვა წევრებს ახალი არჩევნების ჩანიშვნის მიზნით ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება. რიგით მეხუთე პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ათონელის რეზიდენციაში ეპატიჟება იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ. ვინ როგორ ეხმაურება პრეზიდენტის შეთავაზებას?
მოწოდება პირდაპირ რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს არის დანაშაულებრივი განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. არ მინდა მითითებისათვის გამომივიდეს, ასე ვინმე შეაფასოს ამის საშუალება მივცეთ, მაგრამ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უნდა განიხილონ საგამოძიებო ორგანოებმა ხომ არ არის აქ დანაშაულის ნიშნები. მოწოდება პირდაპირ რომ არ დაემორჩილო არის დანაშაულებრივი მოწოდება, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ლიბერალური ფაშიზმის მარცხი საქართველოში ჩავარდნილი ნაცმაიდანი მშვიდობის მტრების უკანასკნელი გაბრძოლება და ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტი წლებია ქართული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ტურბულენტობის თვითმხილველია. ბუნებრივია მძიმე ემოციური ფონი აქვს ამ ქალბატონს, იმდენად არადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი შეიძლება ეს დააბრალო მძიმე ემოციურ ფონს და ამას ვიღაცები ხელს უწყობენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. აღნიშნულით მან უპასუხა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვართ დავსხდეთ. მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშნვის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე. მამუკა მდინარაძის თქმით, არჩევნების დანიშნვის საფუძვლები სჭირდება. დღეს ვნახეთ ერთ-ერთი პოლიტიკოსის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსი, სადაც დახურულს კარს მიღმა კი არა საჯაროდ მოუწოდებს არჩევნების დანიშნვისკენ. გუშინ ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვიცი კონსტიტუციას არ კითხულობენ და არ იციან თლად ასეთი უცოდინარებიც არ არიან, რომ ასე მოუნდეს და დაინიშნოს პრემიერ-მინისტრი. ახალი არჩევნები ამას თავისი საფუძვლები სჭირდება. ასე თუ იგებენ ისინი კონსტიტუციას, მაშინ თენგო დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად. ხელს რომ მისაწერს, რა პრობლემაა? კონსტიტუცია თუ ასე უნდა წაიკითხონ ცალკე, ასეთი შემთხვევა წარსულში ჰქონდა. მათ გაიგეს კონსტიტუცია ისე, რადგან საგარეო ურთიერთობებს წარმოადგენსო. ასე ცალკე ამოგლეჯილად ეს მუხლი დღემდე თვითონ აცხადებენ, რომ საგარეო ურთიერთობებში ყოველგვარი თანხმობისა და ნებართვების გარეშე შეუძლია წავიდეს და თვითონ დაალაგოს ქვეყნის შესახებ ურთიერთობები. წარმოუდგენელი ამბავია, იგივე წარმატებით შეუძლია თენგო ან თავად ნიკა გვარამია დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად. ხელს ხომ თვითონ აწერს დანარჩენი პარლამენტმა, ნდობა უნდა გამოუცხადოს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს საფუძველი ექნება თუ არა ამ შემთხვევაში პარლამენტის ნდობას არის საფუძველი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე ხელი რომ მოაწეროს. ასე თუ შეუძლია არჩევნების ჩანიშვნა ჩაატაროს, გვარამია და თენგო იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები. არასერიოზულია კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით ყველაფერს სჭირდება თავისი საფუძველი. ასეთი საფუძველი არ არსებობს. მეტიც გუშინ ლაპარაკობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი დაემუქრაო. ადამიანი თუ დანაშაულს ჩაიდენს, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა. ჩვეულებრივი ამბავია, მოცემულობა დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს და არ აღმოჩნდება. ხელისუფლების მითვისება კიდევ ცალკე თემაა. კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების მითვისება არ შეიძლება დაუშვებელია. ასევე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში არაერთი მუხლი, ყველა შემთხვევას აქვს თავისი დამოუკიდებელი სისხლის სამართლებრივი ხასიათი. დანაშაულს თუ ჩაიდენ და აღმოჩნდები გისოსებს მიღმაო, ადამიანი თუ გეტყვის მუქარა რანაირად არის არ ვიცი. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად დააღმოჩნდება მართლსაჯულებაში გამოძიება მიხედავს. ჩვეულებრივი ამბავია, განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები მტერს აკვდებოდნენ, TBC ბანკის ვაკის ოფისიდან გამოვიდა ორი სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით. მათ წითელი ხიდის გავლით გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. წერს უფლებადამცველი ბესო დანელია სოციალურ ქსელში. როგორც ბესო დანელია აღნიშნავს, მამუკა ხაზარაძეს არ აქვს მორალური უფლება მიმართოს ქართულ ჯარს და გიორგი ანწუხელიძე ახსენოს, რადგან ზემოთხსენებული ქონებიდან 1%-იც არ მოახმარა აგვისტოს ომის გმირებს და მათ ოჯახებს, ახლა კი ევრომაიდანს აფინანსებს და გადატრიალებას მოწყობას ლამობს ქვეყანაში. აქამდე ძალიან ბევრ ამეს და ვინმეს ვითვალისწინებდი და ეს არასდროს გამიხმოვანებია, მაგრამ რადგან აქამდე მიხვედით და შუბლის დარღვი ბოლომდე გაწყვიტეთ, მეც აღარაფერი მაქვს თქვენთან მოსარიდებელი. და ყველა მიცოდეთ 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები მტერს აკვდებოდნენ, TBC ბანკის ვაკის ოფისიდან გამოვიდა ორი
სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით. მათ წითელი ხიდის გავლით გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. მამუკა ხაზარაძე, რა მორალური უფლება გაქვს შენ მიმართო ქართულ ჯარს და ანწუხელიძე ახსენო, რატომ მაშინ არ გაგახსენდა სამშობლო ქართული ჯარი, ჩვენი დაღუპული ბიჭები და თუნდაც მათი ოჯახები, შენი აუარელი ქონებიდან და თუნდაც იმ 2 კამაზიდან 1% მაინც რატომ არ მოახმარე მათ და მათ ოჯახებს? ეხლა რომ ევრომაიდანს გვიფინანსებ და გადატრიალების მოწყობას ლამობ ქვეყანაში, ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხ და ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ ფაქტები დევ სადაც საჭიროა. ისე ნუ იზამთ, ისეთები გავაჟღერო, რომ ამ ქვეყანაში არ დაგედგმებოდეთ, ცოტა აკურატნად იყავით. თქვენი ქონების და პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი გაღელვებდათ და გაღელვებთ. წადით ნახეთ თქვენი გზა და საკეთებელი ბიძიკო. მევახშეების ჩოლოყაშილობა არსად გაგონილა, წერს ბესო დანელია. 12 წელია დაისვენა ქვეყანა მარცომში ხარ და აღარც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. ამ ქვეყნის აწიოკება გინდა არ გამოგივა, ასე მიმართა ვრ ჰოლდინგის დამფუძნებელმა ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალის პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე. გეკითხები მოგწონს უკრაინაში რაც ხდება, რა უქნეს ქვეყანას ნახეთ? იგივე გინდა რომ აქ იყოს, აწიოკება გინდა ამ ქვეყნის? არ გამოგივა, განაცხადა მან. ნამორაძემ საქართველოში მიმდინარე აქციების კომენტარებისას განაცხადა, რომ ძალადობის მომხრე არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და მიზანმიმართულება. ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები დატოვეს ხაზარბაზნე ხორცად. არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან რომ ჩამოვალ, გეტყვი ჩემს სათქმელს, განაცხადა ნამორაძემ. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. ლუკაშენკომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში განაცხადი 17 დეკემბერს შეიტანა. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება. 1 იანვრიდან 25 იანვრამდე კი ქვეყანაში წინა საარჩევნო კამპანია წარიმართება. უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში თათრეთის რესპუბლიკაში ალაბუგას ეკონომიკურ ზონაში მდებარე საწყობი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება საწყობში შაჰედ 136 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სასაწყობი ნაწილები ინახებოდა. საწყობში ინახებოდა დამრტმელი დრონის 65 ფიუზელაჟი ძრავები, სანავიგაციო სისტემები, კამერები, რომლითაც 400 დრონი უნდა აეწყოთ. ნაწილების საერთო ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარი იყო. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება რუსეთში ჯარისკაცების დამატებითი დანაყოფებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის გაგზავნას აპირებს. ინფორმაცია სამხრეთ კორეული სააგენტო იუნჰაპი ავრცელებს. სააგენტოს ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსეთის მხარეს კურსკის ოლქში უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში ჩაერთვებიან. იუნჰაპი იუწყება, რომ დღესდღეობით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს 240 მმ-იან სარაკეტო დანადგარებს და 170 მმ-იან თვითმავალ არტილერიას აწვდის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინაში ომი წააგო. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრეს-სპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ეს ომი ევროკავშირმა წააგო, ციტირებს კოვაჩი ორბანს. უნგრეთის პრემიერმა აგრეთვე დასწინა, რომ ბრიუსელის ნარატივისა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირის გაწყვეტილია. უნგრეთის პრემიერის მტკიცებით ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ბრიუსელი ერთი ნაბიჯით უკან არის. მსოფლიო შეიცვლება მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფისს დაიკავებს და პატრიოტები გაძლიერდებიან და მთელ დასავლურ სამყაროს გადააკეთებენ, თქვა ორბანმა. სირიის დამხობილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის მეუღლე ასმა ასადი მასთან გაყრას და საცხოვრებლად ლონდონში გადასვლას გეგმავს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის თანახმად ლონდონში ასმა ასადის დედა საჰარ ალატრი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გადასვლის ძირითად მიზეზად ასმა ასადის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. რამდენიმე წლის წინ სირიის ყოფილი პირველ ლედის სისხლის კიბო დაუდგინეს. ასმა ასადი ფიქრობს, რომ მოსკოვში მის ჯანმრთელობას ადეკვატურ კონტროლს არ გაუწევენ. ასმა ასადის დედამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ერთ-ერთ წამყვან საადვოკატო ფორმასთან ლონდონში, რათა მისი ქალიშვილი ლეგალურად გადასახდეს დიდ ბრიტანეთში. ცნობისთვის 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქის აღების შემდეგ ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
ასეთი გახდა საინფორმაციო გამოშვება მე კი დროებით, მშვიდობებით თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე. მადლობთ რომ ვიყურებთ.